გავაგე ტვირთი, ჩემი ძალისგან შობილი, სივრცე გავაღე და მას ვუწოდე განთიადი, ყინვისგან ავზარდე წნევის სარკე, სიჩუმის ქვეშ დამალული ძალა, სიცხისაგან შევქმენი გავარვარებული სფერო, დახშული, მძიმე, შიგნით მოქცეული. ენერგია იკვრებოდა, იკუმშებოდა, ძალას იძენდა და მაშინ აღზარდე მისი მადლი. სხვა განზომილებაში, მაღალი წნევის სიღრმეში, გაიბზარა სიჩუმე. იქ დაიბადა ბირთვი და მას ვუწოდე კარა. კარა იყო თავად გული, სიწმინდის მადლი, ჩემი ძალის შვილი და დარდი. აუკრიფე ყინვის დარდი, მასში ჩავკარი ლოდი, ეკალივით ჩავრგე ცოდნა, ზღვარის სვეტად. კარას ძილმა სწლია მრავალი წელი, ის იზრდებოდა, ჭამდა, იკრებდა ძალას, არც ფიქრობდა, მხოლოდ იზრდებოდა. დაზრდასთან ერთად მასში გაიხვიცა ცბიერება. გავიდა 100 წელი და ის მოვიდა ჩემთან. დედაო, მიშველე რამე, მოწყენილობა მძლია, დავიკარგე, მდინარეში ჩავიხრჩე, მოწყენილობის ამარად, მე უთხარი, ჩემო შვილო, გაძლიერებულ ხარ, გამობრწყინებულ ხარ საკუთარი თავით, მოწყენილობა მოგადგა, მაშინ შექმენი, აიღე ძალა, დაიწყე მოძრაობა, შექმენი არსებების ამალა, და თუ გინდა ინტერესი, დაიწყე ომი, სიჩუმე ჩამოვარდა და კარამ გაიღიმა. მოგვიანებით მან დაბადა ნიჭიერი ღმერთები, ქალღმერთები, გაცღმერთები, საზარელი არსებები, ურჩულებიც და მათ დაავალა დედამიწის ქმედებები. ჩაეხშოთ, დრო გავიდა, კონტინენტებზე განთავსდნენ, ზოგი ცბიერი გახდა, ზოგი მორჩილი, ზოგი პარაზიტი და ყველაფერი მხოლოდ კარას მოწყენილობისგან დაიწყო და ეს ჯერ დასაწყისია.